მოგესალმებით ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ეს გზავნილი საპატიმროდან დღესაც აქვთ გამოტანილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციის მონაწილეებს. მე შეგახსენებთ, რომ იბრძოლეთ სანამ გვიან არ არის ასეთი გზავნილი. მზია ამაღლობელმა გამოგზავნა პროტესტის მონაწილეებს საპატიმროდან. ასევე აქ აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე გამოიტანეს კიდევ ერთი მთავარი გზავნილი თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს ახალი თავისუფალი სამართლიანი არჩევნები. შეგახსენებთ, რომ უკვე 287 დღეა, რაც ბათუმში საპროტესტო აქციები იმართება საკონსტიტუციო სასამართლოსთან, აქ ისევ იკრიბებიან სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტები. პერიოდულად აქ პროფესიულ მარშებს აწყობდნენ პედაგოგები, ექიმები, სტუდენტები და სხვები. მთელი 287 დღის განმავლობაში მათი მოთხოვნები იყო იგივე შინაარსის, ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. მოთხოვნები იგივეა დღესაც. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ვართ და საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციები დაიწყო მას შემდეგ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა სალომე ზურაბიშვილის საჩივარი რუსული კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით. თუმცა აქციები ბათუმში დაიწყო გაცილებით ადრე, ნოემბერში, გასული წლის ნოემბერში, როცა ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. სწორედ ამას მოყვა მოსახლეობის პროტესტი, როგორც დედაქალაქში, ასევე ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში უწყვეტად. შეგახსენებთ ასევე, რომ რამდენიმე წუთის წინ, ვიდრე ჩავთავდით ჩვენ ამ ლაივს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულია 3 პირი და ეს დაკავება უკავშირდება თბილისში კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს, 8-9 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს. 2 პირი დაკავებულია აქციის მონაწილეებზე ძალადობისთვის, ხოლო 1 პირი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე წერს, რომ გრძელდება გამოძიება და იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს. თუმცა აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ ძალიან ბევრი პირის, მოძალადე პირის იდენტიფიცირება შეძლეს ჟურნალისტებმა იმ დღიდანვე, მეორე დღეს დილიდანვე უფრო მეტი ინფორმაციას ავრცელებდნენ ისინი კონკრეტულ კადრებთან მიმართებაში, ვინ იყო დაფიქსირებული როგორც მოძალადე, როგორც აქციის მონაწილეებზე, ასევე ჟურნალისტებზე მოძალადე და გავრცელეს მათი სახელები და გვარები. ასევე შეგახსენებთ, რომ კალაძის ოფისის წინ რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო საპროტესტო აქციები, მოქალაქეები ვიდრე გადავლენ რუსთაველზე, სადაც არის აქციების მთავარი ეპიცენტრი, იკრიბებოდნენ კალაძის შტაბთან და შემდეგ გადადიოდნენ რუსთაველზე. 8 სექტემბერს ასევე შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები ოცნების მერობის, თბილისის მერობის კანდიდატის კალაძის შტაბთან და ალბათ ისინი როგორც მანამდე რამდენიმე წუთს დაჰყოფდნენ იქ და შემდეგ გააგრძელებდნენ გზას რუსთაველის მიმართულებით, თუმცა იქ დაიწყო დაპირისპირება მას შემდეგ, რაც შტაბიდან გამოვიდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები. იყო როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური დაპირისპირება, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად იყო ფიზიკური დაპირისპირება, რა დროს ჟურნალისტებსაც შეუშალეს მუშაობაში ხელი, წართ
ჩაართო ეს ტელეფონები, ბევრ მათგანს ხელზე დარტყმით გააგდებინეს ტელეფონები, აგინეს ჟურნალისტებს და შეურაცხყოფა მიაყენეს მათ. ძალიან ბევრი ადგილზე მყოფი პირი საუბრობს იმაზე, რომ პოლიციას მეტი რეაგირება უნდა მოეხდინა ადგილზე, შეეძლო მეტი რეაგირებით შეეჩერებინა ძალადობის პროცესი, თუმცა ის რეაგირება, რაც მოახდინა იქ პოლიციამ, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად და სწრაფად შეჩერებულიყო ეს პროცესი. მინდა გითხრათ ასევე, რომ რამდენიმე წუთის წინ ბათუმელებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის პოლიციის უფროსად დაინიშნა ახალი ხელმძღვანელი, ეს არის მამუკა ჩელებაძე, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსად დანიშნამდე იმ მონაცემების მიხედვით, რაც ამ დროისთვის იძებნება, ისანი-სამგორის პოლიციას ხელმძღვანელობდა. ისანი-სამგორის პოლიციის ხელმძღვანელის პოსტიდან გადმოვიდა ბათუმის პოლიციის უფროსად, თუ მანამდე სხვაგან იყო დანიშნული, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა შემიძლია ასევე გითხრათ ისიც, რომ ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ამ თანამდებობიდან გათავისუფლეს და პოლიციის ატაშეების უფროსად გადაიყვანეს ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი გებუაძე. ირაკლი გებუაძე არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მზეამაღლობელის საქმეში, როგორც იცით, მზეამაღლობელს პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ ჯერ, შემდეგ საქმეში გააჩინეს პოლიციელზე თავდასხმა ირაკლი გებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. შეგახსენებთ ასევე, რომ მზეამაღლობელის საქმე პირველ ინსტანციაში დასრულდა და მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და მზეამაღლობელი 2 წლით დააკავა, თუმცა მან კვალიფიკაცია შეცვალა ბრალდების და მას ბრალი დასდო პოლიციის ხელშეშლაში. მანამდე მას ედავებოდნენ პოლიციელზე თავდასხმის მოტივით. ეს საქმე მზეამაღლობელის ადვოკატებმა გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში. ასევე მინდა გითხრათ, რომ იმის პარალელურად, როცა აქციის მონაწილეები თითქმის ყოველ დღე აჟღერებენ იგივე მოთხოვნას, რომ უნდა ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და უნდა გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, აქციის მონაწილეები არ აღიარებენ 2024 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგებს. ამის პარალელურად ოცნება ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დაასახელა მერობის კანდიდატები, დაასახელა საკრებულოების წევრობის კანდიდატები და როგორც იცით, გახსნილია შტაბები და ოცნება პროტესტის ფონზე ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ვიცით ასევე, რომ ამ არჩევნებს არ დააკვირდებიან ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის არ დააკვირდება EUTODIR-ი. ბოლო წუთებში მანამდე ოცნება აცხადებდა, რომ არ იწვევდა EUTODIR-ს არჩევნებზე დასაკვირვებლად. ბოლო წუთებში გავრცელეს ინფორმაცია, რომ მოიწვიეს, თუმცა ყველა ვადა გასული იყო, რა ვადაშიც უნდა მოეწვია ოცნებას EUTODIR-ი არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. როგორც ვიცით, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ დააკვირდება ამ არჩევნებს და საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნებზე საერთოდ არ აპირებს მისვლას და ემზადება იმ დღეს საკუთარი პროტესტის დასაფიქსირებლად. შეგახსენებთ ასევე, რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს 8 პარტია, ეს პარტიებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი დროა, გირჩი მეტი თავისუფლების მოედანი და სხვები. ისინი აცხადებენ, რომ არ მიიღებენ ისეთ ფარდში მონაწილეობას, როგორც შეიძლება იყოს 4 ოქტომბრის არჩევნები და ისინი 4 ოქტომბერს თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად გამოვლენ და დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას კიდევ ერთხელ. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციური პარტიების ლიდერები არ
ოპოზიციის პარტიების ლიდერები დაკავებულები არიან, ისინი არ გამოცხადდნენ ამ კომისიაში, არ უპასუხეს კომისიის კითხვებს და ამის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. დაკავებულია ნიკა გვარამია, ნიკა მელია, გირჩიმეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე და დაკავებულები არიან ასევე სხვა ლიდერებიც. მე შევეცდები ასევე, რომ აქ შეკრებილთაგან რამდენიმეს გავესაუბრო, გავიგო მათი პოზიცია როგორია, განსაკუთრებით არჩევნებთან დაკავშირებით. აზა, მინდა გთხოვო ბათუმელების ლაივში, რომ გითხრა შენი პოზიცია ასეთ საკითხზე. ფაქტობრივად პირველად ატარებს ოცნება საქართველოში არჩევნებს, რომელსაც არც ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია არ დააკვირდება და უფრო მეტიც მოქალაქეების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ საერთოდ არ აინტერესებს ეს არჩევნები, არ აპირებს წასვლას და არ მიიღებს მონაწილეობას. რა არჩევნებია ეს, როგორი არჩევნები შეიძლება იყოს არჩევნები, რომელსაც ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც ყოველთვის აკვირდებოდნენ და საკუთარ დასკვნებს აქვეყნებდნენ, ვერ დააკვირდებიან ამ არჩევნებს. ხო, მოგესალმებით მაყურებელს. პრინციპში ქართული ოცნება ატარებს თვითმმართველობის არჩევნებს, რომლებსაც არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ვართ ბოიკოტში და ის პარტიები თუ პოლიტიკური მოძრაობები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც კი არ აღიარებენ. იმისთვის, რომ ქვეყანამ ჩაატაროს არჩევნები, ამისთვის სჭირდება მას ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია სჭირდება შიგნით მოსახლეობის მხრიდან და ასევე ლეგიტიმაცია ჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ჩვენ ნახეთ, რომ ევთოოდირმა ქართულ ოცნებას უთხრა უარი. ანუ ევთოოდირი იყო ის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში აკვირდებოდა და დებდნენ დასკვნებს ამა თუ იმ საარჩევნო არჩევნების შემდეგ. ანუ ეს ნიშნავს იმას, უკვე ცალსახარი პასუხი იმისა, რომ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, არც ერთი საერთაშორისო პარტნიორები ცივილური სამყარო ქართულ ოცნებას ეუბნება, რომ შენი თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის არალეგიტიმური, არასამართლიანი, ეს არის დაკვეთა, ეს არის სპეცოპერაცია რუსული და ეს არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ერთი ის, რომ შენს ქვეყანას, შენს ხალხს, შენ ამომრჩევლს არ ჭირდება, არ უნდა და ვერ შეიძლება იყოს. როდესაც ქვეყანაში ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი და ლამის 300 დღეა ქვეყანაში მოსახლეობა გეებრძვის და გეუბნება, რომ არ არალეგიტიმური და შენს არჩევნებში ჩვენ არ მოვალთ, იმიტომ რომ მანამდე ოქტომბერში შენ ჩაატარე არჩევნები, სადაც ტოტალურად გააყალბე არჩევნები, მოიპარე ხმები, დააშინე მოსახლეობა, მოისყიდე გაჭირებული ადამიანები და ამის შემდეგ შენ კიდევ გაქვს ამბიცია, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ჩაატარებ ამ ქვეყანაში, გააყალბებ ისევ იმ წრეზე წაიყვან მოქალაქეებს, წაიყვან იმ წრეზე სახელმწიფოს, წაიყვან ქვეყანას იქ, სადაც ქვეყანას ამოსვლა ძალიან გაუჭირდება. და წარმოუდგენელია დღეს ვინმე შედიოდეს აი ამ ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებში. ამიტომ მე მოუწოდებ მოქალაქეებსაც, რომ არამც თუ წავიდნენ და ვინმეს მიცემ ხმა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიას ლელოსა და გახარიას ანგივს წარმოუდგენია, რომ ამით რაღაცნაირად არჩევანს უტოვებს მოქალაქეებს, მაგრამ სინამდვილეში არჩევანი არ აქვს მოქალაქეებს. სინამდვილეში საქართველოს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს, ეს არჩევანი არის ის, რომ ქართული ოცნება და ეს რეჟიმი, ეს ავტორიტარიზმი და დიქტატურა უნდა დავასრულოთ. ეს არის მხოლოდ ერთადერთი არჩევანი, რომელიც ამ ქვეყანას გადაარჩენს. ამიტომ მოუწოდებ მოქალაქეებს, რომ არაფრთა შემთხვევაში არ უნდა წავიდნენ არჩევნებზე, არ უნდა მიცენ ხმა, იმიტომ რომ არის ილუზია, თუ ვინმეს აქვს ის წარმოდგენები, რომ ვინმეს რამეს გამოგლეჯს
ეს იქნება რომელიმე თვითმმართველობის დეპუტატები თუ ასე შემდეგ. ეხლა მე კიდე მინდა დაუსვა კითხვა, მე მაგალითად ლელოსა და გახარიას ამ უმრჩეველს, რომ ყავთ დეპუტატები დღევანდელ არსებულ საკრებულოებში. რას ცვლიან ისინი, ხედან დღეს და მიდიან კრებებზე და სხდომებზე და მხოლოდ შემოიფარგლებიან იმით, რომ ტრიბუნიდან ილანძღებიან. დამთავრდა, მეც ვერაფერს ვერ ცვლიან და რატომ აქვს ამბიცია, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში შესული ორი ადამიანი თუ ერთი თუ ორი დეპუტატი რამეს შეცვლის ქვეყანაში. ეს არაფერს არ შეცვლის, ეს იქნება ტყუილი, თუ ამას დააჯერებენ მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებ ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს, ქართული ოცნების არჩევნებს, იმიტომ რომ ეს არ არის სახელმწიფოს არჩევანი, ეს არ არის ჩვენი არჩევანი, ეს არის სიხალბე, რასაც ქართული ოცნება აცხოვრებს თავის მოქალაქეებს და ზოგადად ადამიანებს და ერთადერთი გამოსავალი გვაქვს ის, რომ დავასრულოთ ეს რეჟიმი. ეს იქნება მშვიდობიანი დასრულება, თუ ეს იქნება დიდი ჯანმრთელი დასრულება. უკვე ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ აქვს. აზა, მინდა გკითხო ასევე, საუბარი არის იმაზე, რომ არა მხოლოდ არჩევნებზე არ მისვლა და ბოიკოტი, არამედ არის გეგმა, რომ მთელ მსოფლიოს დაანახოს ქართველმა ხალხმა, რომ სად დგას იმ დღეს 4 ოქტომბერს. აი, ასეთი ინფორმაცია ჟღერდება. თქვენი ხედვა როგორია, როგორ უნდა გააკეთოს ეს? მე ზოგადად თარიღებისადმი მოლოდინები და ის მომხრე არ ვარ, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ არა 4 ოქტომბერი, ჩვენ ახლა 13-ში გვაქვს ხომ დიდი აქცია თბილისში. 4 ოქტომბერი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ხმალიდელი დღე და თუნდაც გუშინდელი მელიქიშვილზე აქცია. ჩვენ ნახეთ ხომ ადამიანები. არა, ნახეთ, მე არ გეკითხებით რაღაც თითქოს რევოლუცია უნდა მოხდეს. ამაზე არ გეკითხებით. მე გეკითხებით თქვენი პასუხი. ანუ მე გეკითხებით იმაზე, რომ თითქოს უნდათ რომ აჩვენონ, აი იგივე ვიზა ლიბერალიზაციასთან მიმართებაში და ასე შემდეგ, უნდათ რომ აჩვენონ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხის სურვილი სინამდვილეში სად დგომა რა არის. ამას როგორ მოხერხდება თუ არ არის ასე? იცით რა, მე მგონია ის, რომ 300 დღეა თითქმის ქართული ხალხი უწყვეტ საპროტესტო ფორმატში ვართ და გამოვიარეთ ძალიან მკაცრი ზამთარიც და ვიდექით აქ და არ ნიშნავს იმას, რომ მცირე რაოდენობა ვიდექით, ბევრი ვიდექით, 100,000 იყო თუ 10 ადამიანი იყო თუ 30. ფაქტი არის ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ უჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვინდა ცვლილება, რომ ჩვენ არ ვეგუებით ამ რეჟიმს, რომ რეჟიმშიც ვართ და ჩვენი პასუხი არის არა ამ ხელისუფლებას, არა ამ რეჟიმს. არაერთხელ დავუდგებით, ეს იქნება 13-ში, ეს იქნება 4-ში, თუ რამდენჯერაც დაგჭირდება მთელი საზოგადოება, მე მგონი ხედავს, ხო? ხედავს ქვეყანას, ხედავს საერთაშორისო ორგანიზაციებიც, ხედავს მთელი მსოფლიო, რომ ქართული ხალხის არჩევანი არის ევროპა, არის სულილება რეჟიმის და ქართული ოცნების და დავუდგებით ყოველთვის ვიდგებით მანამ, სანამ ეს ხელისუფლება არ ჩამოიშლება, ეს რეჟიმი არ ჩამოიშლება, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ იქნება თავისუფალი, მანამ სანამ ქვეყანაში არ დაინიშნება ახალი, ხელახალი, დამოუკიდებელი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები და სანამ ქვეყანა არ გათავისუფლდება იმ სვავებისგან, იმ რუსული მონებისგან, რომელიც დღეს შესეულია საქართველოს ხელისუფლებას და სახელმწიფოს და თავი გამოუცხადებიათ რაღაც თვითმარქვია ხელისუფლებას. აზა, ერთ საკითხზე მინდა ხოლო კიდე შეფასება, როგორც მოქალაქეს ამ შემთხვევაში. ამ დრომდეც ბევრი საკითხი იყო, ხომ რის გამოც ოცნება იღებდა კრიტიკას მოქალაქეებისგან. რაც ვნახეთ კალაძის ოფისთან, როგორც განვითარდა მოვლენები 8 სექტემბერს, რაც იყო მათი მხრიდან, როგორი იყო კომუნიკაცია, ფაქტობრივად ერთი პირიც არ გვინახავს, რომელმაც რაღაცა სხვა ტიპის კომუნიკაცია სცადა აქციაზე მისულ ადამიანებთან, ხომ? ამან რა აჩვენა საზოგადოებას? შენ რა გაჩვენა? მე მაჩვენა ის, რომ კალაძე თბილისის მერი, საქართველოს
საქართველოს ხელისუფლება და ქართული ოცნება თამამად ვიტყვი და არ მომერიდება დგას კრიმინალურ დაჯგუფებებს. ეგ არის მათი ამორჩევლები, ლუსტრაცია მოახდინეთ თავიანთი ამორჩევლების, თავიანთი კულტურის, IQ-ს, ზრდილობის, კაცობის, ადამიანობის, ქრისტიანობის და ზოგადად ღირებულებების და მწამსის. ყველაფრის ამის ილუსტრაცია მოახდინეს გუშინ, არა მხოლოდ გუშინ, მთელი ამდენი ხნის განმავლობაში, მაგრამ ვერ შეიკავეს თავი და დაანახეს მთელ საზოგადოებას, თუ რა საზოგადოებაზე, რა ხალხზე, რა ადამიანებზე დგას. სამარცხვინო არ არის, როცა გარეთ სიკოჯანაშია საუბრობს, რომლის ბაბუის ქუჩაზე დგას და არის ეს შენობა და ამ დროს იქიდან არიან ტიტუშკები, ახალგაზრდები, რომელიც გამოდიან, ხალებს თავს ესხმიან, შეურაცხყოფებს აყენებენ, უწმაწურ სიტყვებს იყენებენ, ჯებირებს თავში არტყამენ ადამიანებს, პოლიციელებს, ბოთლებს თავში ესურიან და ეს არის მაგათი, ეგ არის მაგათი სახე, ეგ არის ქართული ოცნების სახე, იმიტომ რომ მათ აღარ დარჩათ ადამიანი არც პარლამენტში, არც პოლიტიკაში, არც მხარდამჭერებში, რომელიც იქნებოდა დახვეწილი, ჩამოყალიბებული, ინტელიგენტური, არ უნდათ მხოლოდ სიტყვით კომუნიკაციას, რომელსაც შეიძლებოდა გამოსულიყვანა ადამიანებთან შვიდად წყნარად გააზრებულად ესაუბრათ, იმიტომ რომ იქ არავინ არ მისულა ძალადობით, იქ იყვნენ ადამიანების მოწოდება სხვადასხვა ტიპის, მათ შორის იმის, რომ ადამიანები უამრავი ადამიანის შიმშილობს და შემწეობაზეა დღეს. იქ იყო მოწოდება, რომ ადამიანები პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ თავისუფალი. იქ მსგავსი ტიპის მოწოდებებით მივიდნენ ადამიანები და საპასუხოდ მიიღეს ის, რომ გამოსვლიდნენ რაღაცა, არ ვიცი, კრიმინალური დაჯგუფება, ძველი ბიჭები და იქცეოდნენ ისე, როგორც იქცეოდნენ, რაც ნახა მთელმა საზოგადოებამ. ძალიან კარგი. მე მიხარია ის, რომ მათ კიდევ ერთხელ მოახდინეს იმის ჩვენება საზოგადოებაში, ვინ დგას იქეთ ამ მხარეს და ვინ დგას აქეთ ამ მხარეს. ვინ დგას აქეთ ადამიანები, ზრდილობიანები, კულტურული, განათლებული, შვიდობიანი და იქეთ დგას დაჯგუფება კრიმინალებისა, რომელიც ადამიანებს ესხმის. ამას ბევრი ფილოსოფია არ ჭირდება, ბევრი ანალიზი არ ჭირდება, არ ჭირდება დაკვირვება, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, მათ თვითონვე მოახდინეს იმის ილუსტრაცია, რასაც წარმოადგენს ქართული ოცნება. და შემდეგ თბილისის მერი კალაძე როგორც საუბრობს, რომ აბა დამაჩვენეთ ქალები. სად არის ქალები? ახალგაზრდა მოგვებზე, ჟურნალისტებზე, კულტურულ ადამიანებზე, რომლებიც არიან იქ მისულები, მწერლები, პოეტები, მსახიობები და ასე შემდეგ, უამრავი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები წარმატებულები საკუთარ პროფესიებში, მისული არიან, იცავენ ქართულ ღირსებას, იცავენ ქართულ სახელმწიფოს, არიან პატრიოტები, უნდათ ცვლილება და ამ ქვეყნის წინსვლა. მხოლოდ ის ხალხი დგას აქეთ ამ მხარეს და ამაზე თბილისის მერი ახი კალაძე ამბობს, რომ აბა მაჩვენეთ სად არიან ქალები. წარმოუდგენელია, ხო? ამით უფრო მეტიც ესენი ქაჯები არიანო, ქალები. ქაჯი, თვითონ არის წარმოუდგენელი ცხოვრებით მაცხოვრებელი ადამიანი და თვითონ მიხედონ საკუთარ ღირსებას, საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ ოჯახებს და აღარ გავაგრძელებ, აღარ შევალ იმ სიბინძურეში, რა სიბინძურეც მათ თავს ტრიალებს და ეს გადასარევად იცის საზოგადოება. ამიტომ მოუწოდებდი ყველას, რომ დროა ქუდი დაიხურონ და ამ ქვეყნიდან წავიდნენ. სხვანაირად მოუწევთ ამ ქვეყნის დატოვება, ან ცხოვრებას დაასრულებენ ციხეებში. მადლობა, აზა გაბუნია საუბრობდა ბათუმელების ლაივში. ის წარმოადგენს თავისუფლების მოედანს. თქვენ მინდა გთხოვოთ, ნახეთ ალბათ კალაძის ოფისთან როგორ განვითარდა მოვლენები, კადრებს ნახავდით ალბათ. თქვენ ხშირად აკრიტიკებთ ოცნების ხელისუფლებას, აქ დგახართ როგორც აქციების ერთ-ერთი მონაწილე. ამჯერად რა გაჩვენათ კიდევ ერთხელ ამ კადრებმა, რაც ნახეთ, რაც მოხდა როგორც 8 სექტემბერს, ასევე 9-ში კალაძის ოფისთან. ახლა აქციის მონაწილეები გამოიყვანეს ხაშინდა, ხოდა სამთავრობო ტელევიზიასთან. მე დავუთხრა ოცნების უთხრეს. ივანიშვილი ხო საუკეთესოა. ოცნების ლიდერები ხო საუკეთესო არიან და ოპოზიცია, ჩვენ აქტივისტები ხო მონსტრები ვართ. საქართველოს კვლავ რატო დანაწევრებული? ქართველიერი კვლავ რატო შეღატაკაში? კანონი რატო არ კანონობს კვლავ? 400,000 ქართველი საქართველოსთან რატო გაიქცა? მილიონ ადამიანს
ელემენტარული წყალი რატო წყურია? არ მეწოდება ნორმალური. 300,000 ბავშვი ყური რატოშია? არის ბატონებო ამ კითხვაზე პასუხები? 13 წლის თავზე რომ მილიონ ადამიანს საქართველოში წყალი წყურია და 300,000 ბავშვი ყური ხია, ამ ყველაფერს თავდება ქართული ოცნების ქება დიდება. ხომ და გაიაზროს ნებისმიერ მოქალაქეები, არ შეიძლება ამ ყველაფერს შემდეგ ქართული ოცნებას ვერში დაუდგეს. შესაძლებელი რო არის ხელისუფლება, ამაში მეორე აზრი არ არსებობს. კი, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები, არასდროს არ ვეთანხმები კუნთებით და ძალის მეთოდებით, მაგრამ შვიდობიანი გზით ხომ მოსაძლებელია ხელისუფლება. არ შეიძლება ეს საქმე ჩვენ ყველანაირად უნდა ვიმოწმოთ, რომ შვიდობიანი გზით ხელისუფლება ვაცილოთ ქართული ოცნება. ახლა მე მინდა ორგანიზება შევეხო პოლონეთის ავიაციის ჩამოყარა რუსეთის დრონებს. ანუ ჩემი შეხედულებით, ჩემი აზრით, თუ კი მაგალითად რუსეთმა არ უპასუხა, ევროპამ და ამერიკამ და ნატომ ჩაუდგრიო დააშოქა რუსეთი. იმიტომ რომ რუსეთი ვერ გაბედა ირანის პადეშკის მიცემა, ვერ გაბედა რუსეთმა პალესტინის პადეშკის მიცემა, რომელიც თავისი მოკავშირეებია. ახლაც რომ ნატო საწინააღმდეგო ან ევროპის და ამერიკის საწინააღმდეგო პოლონეთს ვერ დაარტყამს და მხოლოდ უკრაინას ანადგურებს აგერ, მე ჩავთვლი რუსეთი არის ევროპისგან და ამერიკისგან დაშოქებული. მოგამიგეთ, ეს პოლიტიკურად კარგად გამოჩნდება. ნახავთ ახლა რა ისაა რუსეთი სტავრობა რა გადაწყვეტილებას მიდებს, რუსეთი რა სიმოქმედებს, მაგრამ ჩემი შეხედულება ესეთია, რომ თუკი ვერ უპასუხა რუსეთმა, ნატომ ჩათვალისწინოთ რუსეთი დააჭირა. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ამ ფაქტზე უნდა იყოს მკაფიო პასუხი, ხო? რა თქმა უნდა, თავისთავად, თუ რუსეთმა ადეკვატურად ვერ უპასუხა, ჩათვალისწინოთ რუსეთი არის დაჩოქილი და ეს მითი, რომ რუსეთი დაუმარცხებელია. ანუ თქვენ პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შესვლას გულისხმობთ. ამაზე ადეკვატურად უნდა უპასუხოს რუსეთმა, რა წარმოგიდგენიათ, რა უნდა უპასუხოს, რომ რაღაცა შემეშალაო, ეს უნდა თქვა? შესაბამისად სამხედრო გზით არ უპასუხა, ჩათვალისწინოთ რუსეთი დაჩოქილია. ნატოს მიერ. ანუ თქვენ ემხრობით ამას, რომ მე კი არ მიხარია, რომ რუსეთი ძლიერი და ზესახინწიო იყო, მე რუსი კი არ ვარ. მე პირიქით, მინდა რომ რუსეთი დაჩოქილი იყო, პირიქით. ხო და თუ ვერ უპასუხა რუსეთმა მე ანუ ჩავთვალოთ, რომ უკვე დაჩოქილია? უკვე დაჩოქილია. ხო გამიგეთ რას გულისხმობ? კი ბატონო, მესმის თქვენი პასუხი. შესაბამისად ჩავთვალოთ რუსეთი არის დაჩოქილი და ის მითი რომ რუსეთი დაუმარცხებელია. შესაბამისად საქართველოს რუსეთი დაიმსხვრეს ეს მითი რომ რუსეთი დაუმარცხებელია. თუ ნატოს ვერ გასა ადეკვატური პასუხი ჩათვალოთ რუსეთი არის პოლიტიკურად და სამხედრო გზით დაჩოქილი. იმიტომ რომ ირანთან დაკავშირებით კი ვერ შეიძლება ვერ მისცა ირანს პადეშკა, ვერ მისცა პალესტინას პადეშკა თავის მოკავშირეებს. ახლა თუ ადეკვატური პასუხი ვერ გასა პოლონეთს. კარგით, მოდით ეს საკითხები საერთაშორისო ექსპერტებს დაუტოვოთ მაშინ. მადლობა რომ ისაუბრეთ ჩვენს ლაივში, გავაგრძელებ. შეგახსენებთ ისევ რომ ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ეს ქვეყანა ჩვენია, ერთ-ერთი ასეთი გზავნილია გამოფენილი დღეს აქ, ასევე გაჩვენებთ საკონსტიტუციო სასამართლოზე შეიძლება ითქვას ასე ელექტრონულ ბანერს, რაც გაკეთეს აქციის მონაწილეებმა. ეს არის თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ახალი თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, ასეთია აქციის მონაწილეების მოთხოვნა. მალხაზი დავიჭიროთ ახლა, არ გაუშვათ. ჩვენ ვაპირებთ სამართლოში წასვლას, პოლიციის სამართლოში, იმიტომ რომ ერთ-ერთი აქტივისტი არის დაკავებული კახეთალაძის საარჩევნო შტაბის პლაკატზე წარწერის გაკეთების გამო. ეს აქტივისტი არის, როგორც ვიცით, ბათუმის სამართლოში. ბათუმის სამართლოში ხავთ? სამართლოში. სავარაუდოდ გადაიყვანეთ თბილისში. შეგვიძლია ვთქვათ, ვინ არის ეს აქტივისტი? არ შეგვიძლია. როგორც ვიცი, ოჯახისებმა არიციან, ამიტომ მეც დავშევიკავე, მაგრამ დაკავებული რო არის ამ ესე კითხებაში და საკითხთა სამინისტროს მიერ გავხსნილ განცხადებაშიც, ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვახსოვს ოპოზიციის ლიდერების დარბეული სახლები, ოპოზიციის შტაბების დაწვა, და იქვე ძალადობაც ნახეთ ფაქტობრივად. ორგანიზებული და ეს იყო ნამდვილად ორგანიზებული ძალადობა, რაც ნახეთ 6-7 სექტორის სახელოს, იმიტომ რომ პოლიციელები საგანგებოდან მოყვანილები და 30 აქტივისტს მოუწყო ჩასაფრება პრაქტიკულად ქართული ოცნების ტიტუშკების დაჯგუფება. ახლა დააკავეს ახალგაზრდა აქტივისტი მხოლოდ იმით, რომ წარწერა გააკეთა. სამართალი არსებობს მხოლოდ მათთვის, კანონები მათთვის არსებობს და კი
კი არის დაკავებული მათი ორი თავდამჭერი, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ძალიან იოლად გამოძროებიან ამ ვითარებაში, იმიტომ რომ ან მართლა სამართლო თან რაც ამოვიცანით ინიციალებით, ისინი ფაქტობრივად ფიზიკურ ძალადობაზე არიან დაკავებული და ამ აქტივისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არის. ნახავ მათთან მიმართებაში რა ზომას გამოიყენებენ. ამიტომ ბოდიში უნდა დაგიშვათ. მალხაზ მარშიტსა ხვალ ჩვენც რო გამოგყვეთ მაგალითად. მადლობა, მალხაზ კადუა საუბრობდა ბათუმელების ლაივში, როგორც გავიგეთ, აქციის მონაწილეები ახლა აპირებენ მარშით წავიდნენ ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან, როგორც გავიგეთ, ბათუმის აქციების ერთ-ერთი მონაწილე არის დაკავებული. ისინი მის მხარდასაჭერად გეგმავენ, რომ წავიდნენ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. როგორც მალხაზმა გვითხრა ლაივში, ამ პირს ედავებიან კალაძის ბანერზე წარწერის გაკეთების გამო და მის წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული. მალხაზი საუბრობდა ჩვენს ლაივში იმაზე, რომ ყველაფერი არის შეფასებითი და მაშინ როცა პოლიციამ ვერ აღმოაჩინა ფიზიკურად მოძალადეები, ასეთ დროს წარწერის გამო სისხლის სამართლის აღძვრა და დაკავება არ არის სამართლიანი, ამის გაპროტესტებას და დაკავებული პირის მხარდაჭერას გეგმავენ ბათუმის აქციის მონაწილეები და როგორც გავიგეთ, ისინი აპირებენ მარშით, რომ წავიდნენ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან, აქ არიან შეკრებილები აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე 287 დღეა აქ მართავენ საპროტესტო აქციებს და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აქციის მონაწილეები აპირებენ მარშით წავიდნენ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. მე შეგახსენებთ ასევე იმასაც, რომ ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს, ეს არის მამუკა ჩელებაძე. ის სულ რამდენიმე დღეა, რაც შეუდგა მოვალეობის შესრულებას. ეს თანამდებობა მას შემდეგ არის, რაც ვაკანტური, რაც ყოფილი უფროსი ირაკლი დგებუაძე გადაიყვანეს, ის დანიშნეს ატაშეების უფროსად, რამდენადაც ვიცით და რჩეხება მამუკა ჩელებაძეს ის იმ ინფორმაციით, რაც იძებნება მის შესახებ, იყო ისანი სამგორის პოლიციის უფროსი და ახლა უკვე ბათუმის პოლიციის უფროსია. როგორც ვიცი, ახლა აქციის მონაწილეები ემზადებიან იმისთვის, რომ სულ რამდენიმე წუთში დაიწყოს მარში, მსვლელობა პოლიციის მთავარ სამმართველომდე. ამ ფორმით ისინი აპირებენ, რომ ხარი დაუჭირონ ბათუმის აქციების მონაწილეს, რომელიც არის დაკავებული და მას ედავებიან კახა კალაძის ბანერზე წარწერის გაკეთების გამო. ამის შესახებ ჩვენს ლაივში ცოტა ხნის წინ მალხაზ კადუამ განაცხადა. უფრო კონკრეტულად გეგმებზე, აქციის მონაწილეების გეგმებზე გავიგებთ რამდენიმე წუთში, მას შემდეგ რაც ინფორმაცია დაზუსტდება, ისევ შეგახსენებთ, რომ საუბარია კახა კალაძის შტაბთან მელიქიშვილის ქუჩაზე თბილისში 8 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებზე, 8-9 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებზე. საქმე ისაა, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი მას შემდეგ, რაც მელიქიშვილზე კახა კალაძემ ახალი შტაბი გახსნა, იკრიბებიან ამ შტაბთან და აპროტესტებენ თვითმმართველობის არჩევნებს და ზოგადად ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები უკვე 287 დღეა, რაც ამ პროტესტში არიან. ისინი პერიოდულად მართავენ საპროტესტო მარშებს, იკრიბებიან თბილისში რუსთაველზე, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან და საქართველოს ქალაქებში თითქმის ყოველ დღე უწყვეტად იმართება საპროტესტო აქციები. შეგახსენებთ ისევ, რომ აქციის მონაწილეები გეგმავენ მარშით წასვლას ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან. დავაზუსტებ, რომ
ისინი აპირებენ მხარდასაჭერად წასვლას, თუმცა მარში შესაძლო არ იყოს. ვაზუსტებ ინფორმაციას, რომ არ იქნება მარში, მაგრამ აქციის მონაწილეების ნაწილი გადავა პოლიციის მთავარ სამმართველოსთან და ისინი გეგმავენ, რომ ხარი დაუჭირონ დაკავებულ ახალგაზრდას ბათუმის აქციების მონაწილეს, რომელსაც ედავებიან კალაძის ბანერზე წარწერის გაკეთების გამო. საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო. ჩვენ ამ მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით დავაზუსტებთ დეტალებს, როგორ განვითარდება მოვლენები, დავაზუსტებთ დეტალებს და ამის შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ ბათუმელebg-ზე. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ბათუმელebg-ზე დაზუსტებულ ინფორმაციას. ასევე ვაზუსტებ, რომ როგორც აქციის მონაწილეებმა მომაწოდეს ინფორმაცია, მარში არ იქნება, თუმცა მათი ნაწილი აპირებს გადასვლას პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ამ მოქალაქის დაკავებულის მხარდასაჭერად და ასევე ისინი აცხადებენ, რომ არ არის სამართლიანი, როცა წარწერის გაკეთების გამო აღიზრდება სისხლის სამართლის საქმე და მოქალაქეს აკავებენ. სხვა შემთხვევაში, რაც ჩვენ ვნახეთ კალაძის საარჩევნო ოფისთან, ჟურნალისტების და აქციის მონაწილეების მისამართით ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, ეს კადრები გადაღებულია და ჟურნალისტებმა ამ მოძალადეების იდენტიფიცირებაც შეძლეს. აქცია გრძელდება ჯერჯერობით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მე დავასრულებ ჩვენს ლაივს და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ როგორ განვითარდება მოვლენები ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, ამაზე ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ ბათუმელebg-ზე. მადლობა, რომ გვიყურეთ.